ამბობენ, რომ წუხარების პირველი ეტაპი უარყოფაა და მგონია, რომ ახლა თვითონ ჩემს თავში ვამჩნევ ამას. უბრალოდ ვერ ვჩერდები იმაზე, რომ ალექს პერეირა ამ შაბათს წააგებს. ყველაზე რთული ისაა, რომ ლოგიკა პირდაპირ მეტყველებს რა მოხდება. ჩემი ვიდეო პროგნოზებში, რომელიც გუშინ გამოვიდა, პერეირა ძირითად ფავორიტად დავასახელე და გულწრფელად უნდა ვაღიარო, რომ ეს შესაძლებელია. და ვინც ჩემი ბედნიერების გამო ნერვიულობს, თითქოს აქაც იგივე მოხდება, რაც მოხდა დიდიპის ან ჰანსადთან, მათთვის ვამბობ, არა ძმაო. მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან მიყვარს პერეირა, ტრიკუს დუპლეისია მიზეზი, რის გამოც მე ვდგავარ, ვიბრძვი და ვცდილობ ცხოვრებით დავტკბე. ეს სრულიად განსხვავებული სიტუაციაა. შესაძლებელია, რომ მე ამ ვიდეოს ვაკეთებ როგორც თვითსაფრთხისგან დაცვის მეთოდი. თითქოს უკვე ახლა ვემზადები, რომ პერეირა წააგებს. ასე, როცა წააგებს, ტკივილი ნაკლები იქნება, რადგან უკვე დავმუშავე ამ ფაქტთან. არ ვიცი, ამ აზრს აქვს თუ არა სენსი. პერეირა ცოტა ხნის წინ გამოვიდა განცხადებებით, რომელიც ბევრს აფიქრებინებს. ვიცი, ადამიანები ბევრი ელიან, მაგრამ სინამდვილეში UFC-ში და საბრძოლო ხელოვნებაში უკვე ბევრ რაღაცას მოვიგე. ამიტომ არ უგრძნობ იმ წნეხს, რაც ადრე მქონდა. ეს სიტყვები გვაჩვენებს, რომ ალექს პერეირა აცნობიერებს. ეს შესაძლოა მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა იყოს. და სიმართლე გითხრათ, სწორია. ის ნებისმიერ მომენტში წავიდეს, UFC-ს ისტორიაში უკვე დარჩება. მაგრამ ჩემთვის საინტერესო არა ეს არის, არამედ მისი მენტალიტეტი. მინდა ვნახო პერეირას შიმშილით, სერიოზული, იგივე ის, რომელიც ადრე არ საუბრობდა, არ იღიმოდა, უბრალოდ მტკიცედ იდგა რინგზე. ახლა ძმებო დავფიქრდეთ, პერეირა, რომელიც მუსიკასთან, დრამასთან და კეიპოპის ცეკვებთან დროის გატარებაში გართობს, არ არის ის პერეირა, რომლისთვისაც მე გული გამისკდა. მაგრამ თუ მაგომადან კალავის გაიმარჯვებს ამ შაბათს, რაც შესაძლებელია, ჩემი მხოლოდ ერთი სურვილია, ნუ მოხდება ნოკაუტით. ეს იმიტომ, რომ არა მხოლოდ შედეგი, არამედ სერიოზული საფრთხეც არსებობს. მე არ ვიცი, შეუძლია თუ არა პერეირას ნოკაუტიდან სრულად აღდგენა ამ ეტაპზე. თუ კალავის გაიმარჯვებს გადაწყვეტილებით, რაც ჩემი აზრით ყველაზე რეალური სცენარია, შემდეგ რა დარჩება ალექს პერეირასთვის? ასეთი განცხადებები აჩვენებს, რომ შესაძლოა ის უკვე ხვდება, რომ წაგების შემთხვევაში კარიერის დასრულება შეიძლება გახდეს სერიოზული საკითხი. ეს სიტყვები არ ასახავს სპორტულ ამბიციებს, უფრო პიროვნულ მომზადებას და ფსიქოლოგიურ გეგმას, ვიდრე მომავლის სამომავლო მიზნებს. და ახლა, მთავარი აზრი, რომელიც ამ ვიდეოში მინდა გამოვყო. თუ ალექს პერეირა ჭკვიანია, შეუძლია კიდევ რამდენიმე წელი სერიოზულად მოქცეს ძლიერი ბრძოლებით და კაშკარა პრეზენტაციებით UFC-ში. მართლა ასე მგონია. და ძმებო, ახლა წარმოიდგინეთ სცენარი, რომ პერეირა წააგებს, ერთადერთი გზა, რომ რეალურად კიდევ დიდ საქმეებში ჩაერთოს, არის წონაში მომატება. ძიმე წონებში გადასვლა. თუ კალაო დაამარცხებს მას 205 ფუნტში, ეს არ არის დასასრულის წერტილი. პირიქით, შესაძლებლობაა. უკვე იყო ჩემპიონი, რამდენიმეჯერ დაიცვა წოდება. დროა წავიდეს ისეთ დივიზიაში, სადაც კონკურენცია შედარებით დაბალია, მაგრამ გამოწვევები და სენსაციები დიდი იქნება. იხილეთ, ძიმე წონებში რეიტინგი. პირველი, მე არ ვიქნები სერიოზული, ვინც რიგით 6-დან 15-მდეა, ეს არ არის სერიოზული წინააღმდეგობა პერეირასთვის. UFC ვერ დაუყოვნებლივ მიაკითხავს პერეირას პირველ ბრძოლაში ისეთ მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც არის მარსინ თიბურა ან მგალონ დე ლეჩეი პარკინგ. ძმებო, იყავით რეალისტები. პერეირა ადვილად დაამარცხებს მძიმე წონაში მოთამაშეებს, ვისაც მორფოლოგიური ჭარბი წონა აქვს. ახლა კი რეიტინგში 5-დან ჩემპიონამდე სიტუაცია უფრო რთული ხდება. აქ უკვე დაინტერესება იწყება, რადგან ბრძოლები ხარისხიანები და რეალური იქნებიან. და ამისთვის UFC-ს უნდა ჰქონდეს ინტერესი, სწორად ააწყოს ბრძოლები, რათა პერეირა მიიღოს მაქსიმალური შესაძლებლობა წარმატებისთვის. გაგიკვირდებათ, მაგრამ რეალობა ასეთია. პერეირა უკვე ცნობილია, ამიტომ თუ ისწავა მძიმე წონებში, მას საკმარისია ერთი გამარჯვება ტოპ 5-ში და პირდაპირ გადაინაცვლებს ჩემპიონთან. არ აქვს მნიშვნელობა ვოლკოვი ან ალმეიდა უკეთესია პრაქტიკული თვალსაზრისით. სპორტი ხშირად არ არის მხოლოდ მერიტოკრატიული. უფრო მნიშვნელოვანია, ვინ ახდენს უფრო დიდ გაყიდვას, ვინ ქმნის უფრო დიდ ინტერესს, ვინ ახდენს ამბის უფრო კარგ პრეზენტაციას. და აქ მთავარი ალექს პერეირას ისტორია მესამე ჩემპიონობისკენ სწრაფვისას UFC-ში. პირველი, ვინც შეძლებს ასეთ წარმატებას. ეს გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე ალმეიდა vs ასპინალი, თუმცა ალბათ მწვავე გულშემატკივრებს ამ ბრძოლაც მოეწონებათ, თუმცა ფაქტი ისა, რომ UFC არის არა მხოლოდ სპორტი, არამედ ბიზნესი და შოუ და ორივე უნდა გათვალისწინებულ იქნას. ახლა უბრუნდებით ტოპ 5-ს. პირველ ეტაპზე ალექს პერეირას წინააღმდეგ მე არ ავარჩევდი ჯეილტენ ალმეიდას, არც პირდაპირ ჩემპიონ თომას ასპინალს. რატომ? ალმეიდას სტილით შესაძლოა რთული იყოს პერეირასთვის, თომას ასპინალი კი იმისთვის არაა, რომ სპორტული სანდოება შენარჩუნდეს.
UFC-ს შოუსთვის საჭიროა ცოტათი უთქმელი შედეგის რწმენა, იმისთვის რომ ბრძოლა რეალურად გაიყიდოს, უნდა არსებობდეს არასპეკულაციური ფაქტორი. ახლა წარმოიდგინეთ სცენარი. პერეირა კვლავ წააგებს კალავთან შაბათს, გადავა და პირდაპირ ალესპინალთან დადგება. რა გაიფიქრებს ხალხი? უმეტესობა იტყვის, რომ თუ პერეირამ კალავს ვერ მოუგო ორჯერ, რას მოახერხებს ასპინალთან. ეს ბრძოლა არ იქნებოდა საინტერესო ჩემთვის, არც სპორტული თვალსაზრისით, არც შოუს თვალსაზრისით. თავარი იდეა, პერეირა უნდა დაუპირისპირდეს ტოპ 5-ის ერთს, რომ შემდეგ ის მზად იყოს ასპინალისთვის და ცოტათი შეიქმნას ეჭვი გულშემატკივრებში. ხომ შეიძლება პერეირა მაინც შეძლოს მაინავერი? უმეტესობა კვლავ ასპინალს ფავორიტად მიიჩნიენს, მაგრამ საჭირო შესაძლებლობა მიცემულია, რომ ბრძოლა სერიოზული იყოს. ახლა დარჩა 4 პოტენციური მეტოქე: კურტის ბლეიდესი, პავლოვიჩი, ვოლკოვი და სირილი განი. აღინიშნება, რომ ასპინალი აუცილებლად დაამარცხებს სირილ გაშანულს, მაგრამ ეს მხოლოდ პროგნოზია. ჩემი აზრით, პერეირასთვის ყველაზე ადვილი იქნება კურტის ბლეიდესი, სერგეი პავლოვიჩი და ვოლკოვი. სირილ განთან ბრძოლა უფრო ხამისდახუთიანიოვი იმასი სწრაფი მოძრაობისა და ფერხების თამაშის გამო. სირილ გაგანისთან ბრძოლა ნამდვილად რთული იქნება, რადგან ის სწრაფი, მობილური მებრძოლია, რომელიც თავის ძლიერ ხელებს იცავს. თუმცა პერეირას უპირატესობა ისაა, რომ სირილისთვის მთავარი იარაღი, გრაპლინგი, პერეირას არ აკლია, მაგრამ კონტროლი უკეთესი აქვს. ბლეიდსი, პავლოვიჩი და ვოლკოვი უფრო მარტივი გამოწვევები იქნებიან და პერეირას სერიოზული შანსები აქვს მათთან გამარჯვების. ნიშნულოვანია, რომ პერეირას არც ძალიან მცირე არ მიიჩნევდნენ მძიმე წონაში. ის 240 ფუნტამდე აღწევს. ზოგჯერ მეცაც. ალმეიდა მაგალითად, წონის გათვალისწინებით 231 ფუნტს იწონიდა, როცა ძირს ებრძოდა ჯერსინიო როზენსტრაიკს. პერეირას ზომა დიდ უპირატესობას აძლევს მძიმე წონებში. 245 ფუნტამდე წონის შემთხვევაში, რასაც სტეიბლ პრაიმიც იწონიდა, პერეირა უკეთ დაიკავებს პოზიციას და მის შეტევებს მეტი ძალა ექნება. პერეირა კარგად არის მზად სწრაფი მეტოქეების წინააღმდეგ, როგორიც არის კალავი ან დექსენია. ასეთი მებრძოლები სწრაფი, რეფლექსებით სავსე არიან, რაც პერეირას საშუალებას აძლევს სწრაფად დაუშვას ძლიერი დარტყმები და ნოკაუტის შანსები მაღალია. თუ პერეირა 240 ფუნტამდე იწონის, მისი ძალა სრულად გადმოცემული იქნება ბრძოლაში. რა თქმა უნდა, კითხვა რჩება, შეძლებს თუ არა პერეირას უფრო დარტყმების მიიღოს მძიმე წონაში. არავინ იცის, მაგრამ ის უფრო სწრაფი იქნება უმეტესობაზე, უფრო ტექნიკური და ფუნდამენტური. პერეირას შეტევები უკეთესი იქნება, რეფლექსები უფრო დახვეწილი, რაც მას სერიოზულ კონკურენტად აქცევს მძიმე წონებში. მოკლედ, პერეირას მომავალი აქვს ძმებო, მთავარი კი მხოლოდ მძიმე წონებში. გამარჯვება ბლეიდსი, პავლოვიჩი ან ვოლკოვის წინააღმდეგ და შემდეგ პირდაპირ ჩემპიონთან ბრძოლა, ეს რეალური გზაა, რომ პერეირა კიდევ მრავალი წელი სერიოზულ მოვლენებში ჩაერთოს. ახლა წარმოიდგინეთ, პერეირა წააგებს ასპინალთან. ეს ალბათ გარდაუვალია, რადგან ასპინალი გამონაკლისია. მას აქვს 205 ან 185 ფუნტის სისწრაფე, მაგრამ მძიმე წონაში ძალა. თუმცა პერეირას მაინც ექნება შანსი, რომ კიდევ უფრო გაზარდოს საკუთარი ლეგენდა. პირველი ტრიპლ ჩემპიონი გახდეს UFC-ში. მაინც ეს ყველაფერი არა მხოლოდ სპორტულ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ეს ბიზნესია, შოუ, რაც ნიშნავს, რომ ყველა ნაბიჯი გათვლილია მაყურებლის ინტერესზე. პერეირას ისტორია მესამე წოდების მოპოვებაზე ბევრად უფრო გაყიდვადია და პოპულარული, ვიდრე ნებისმიერი სხვა ბრძოლა, მაგალითად, ალმეიდა vs ასპინალი. ახლა ძმებო, ვიდეოს აზრი, პერეირას არც უნდა დაეთმოს, არც უნდა წავიდეს UFC-ს დატოვებს, თუნდაც კალავთან წააგოს. ეს განცხადებები, რასაც მან გააკეთა, მეტყველებს, რომ წაგება შესაძლებელია, მაგრამ მას აქვს შანსი, რომ კიდევ უფრო დიდხანს დარჩეს ჩემპიონატში და დაამტკიცოს თავისი ლეგენდა. გული მითხრა, რომ თუ პერეირა ჭკვიანად მოიქცევა, ტოპ 5-ში კიდევ ერთი გამარჯვება შემდეგ პირდაპირ ასპინალთან ბრძოლა, ეს არა მხოლოდ თავის ლეგენდას გააგრძელებს, არამედ პოტენციურად გახდება პირველი ტრიპლ ჩემპიონი UFC-ში. ახლა ძმებო, კიდევ ერთხელ უბრუნდები ტაქტიკას და შანსებს. UFC-ის სტრატეგია მნიშვნელოვანია, რომ პერეირა მაქსიმალურად სწორ ბრძოლებში ჩაერთოს. პირველ რიგში ჯეილტონ ალმეიდა არ არის საუკეთესო მეტოქე სტილის მიხედვით. იგი ზედმეტად რთული წინააღმდეგობა იქნება პერეირასთვის, ხოლო თომას ასპინალის პირდაპირი შეჯიბრება არ აქვს სენსიციურობას. საჭიროა გარკვეული აუცნობელი სირთულე, რომ შოუ რეალურად საინტერესო იყოს. ამრიგად, დარჩენილი შესაძლებელი მეტოქეებია კურტის ბლეიდსი, სერგეი პავლოვიჩი, ვოლკოვი და სირილ გაგანი. ჩემი აზრით, პერეირას ყველაზე მარტივი ბრძოლები იქნება ბლეიდსი,
პავლოვიჩი და ვოლკოვი. სირილ გაგანთან ბრძოლა უფრო ნეიტრალური 50-50 სცენარია, მისი მობილურობის და ფეხების თამაშის გამო. რაც შეეხება ბრძოლის ტექნიკას, სირილ გაგანის სწრაფი, მოქნილი და სიფრთხილით მოთამაშეა, რომელიც დარტყმებს კარგად იცავს. პერეირას უპირატესობა ისაა, რომ ის ძლიერი დარტყმებით ოპერირებს და სიფრთხილით გადააქვთ მეტოქის შეტევები. ბლეიცი, პავლოვიჩი და ვოლკოვი უფრო მარტივი გამოწვევები იქნებიან, განსაკუთრებით ტექნიკის და რეაქციის თვალსაზრისით. პერეირას სხეულის ზომა დიდ უპირატესობას აძლევს. ის ადვილად აღწევს 240 ფუნტამდე, ზოგჯერ მეცაც. ალმეიდა, მაგალითად, წონის გათვალისწინებით 231 ფუნტს იწონიდა, როცა ჯერსინიო როზელსტრაიკთან საბრძოლო ბრძოლაში იყო. პერეირას დიდი წონა და კუნთოვანი მასა საშუალებას აძლევს დარტყმების ეფექტურობა მაქსიმალური იყოს. როდესაც პერეირა 240 ფუნტამდე იწონის, მისი ძალა სრულად გადადის ბრძოლაზე. სწრაფი მებრძოლების წინააღმდეგ, როგორიც კალავი ან დექსენია, პერეირას დარტყმები განსაკუთრებით ეფექტურია, რადგან სწრაფი მოძრაობები ადვილი დასაწვდომია. მისი რეფლექსები უკეთესია ვიდრე უმეტესობის, რაც საშუალებას აძლევს სწრაფი დარტყმებით ნოკაუტი განახორციელოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პერეირას მომავალი აქვს მძიმე წონებში. ერთი გამარჯვება ტოპ 5-ში და შემდეგ პირდაპირ ჩემპიონთან ბრძოლა, ეს საშუალებას მისცემს მას დარჩეს რჩეულთა შორის მრავალი წლების განმავლობაში. ამავე დროს ასპინალის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება რთული, რადგან ის გამონაკლისია სწრაფი 205-185 ფუნტის სისწრაფით და მძიმე წონაში ძალით, მაგრამ პერეირას მაინც ექნება შანსი დაამტკიცოს, რომ პირველი ტრიპლ ჩემპიონი გახდეს UFC-ში. გულის აზრი ჩემთვის არის, პერეირა არ უნდა დაეთმოს, არც უნდა გავიდეს UFC-დან, თუნდაც კალავთან წააგოს. მისი განცხადებები მიუთითებს, რომ წაგება შესაძლებელია, მაგრამ ჭკვიანად მოქმედების შემთხვევაში კიდევ უფრო დიდ გავლენას მოიპოვებს. აქედან გამომდინარე, თუ პერეირამ ტოპ 5-ში კიდევ ერთი გამარჯვება მიიღება შეძლოს, შემდეგ ასპინალთან ბრძოლა რეალურად სენსაცია იქნება. გულშემატკივრები დაინტერესდებიან, შეიძლება თუ არა რომ პერეირა შეაღწიოს ისტორიაში როგორც პირველი ტრიპლ ჩემპიონი. UFC-ს ბიზნეს და შოუს გათვალისწინებით ეს სერიოზული ნაბიჯია. ეს მხოლოდ სპორტი არ არის, ეს უკვე ამბის გაყიდვა და ინტერესის სტრატეგიაა. ძმებო, თავარი აზრი მარტივია. პერეირა უნდა დარჩეს აქტიური, უნდა აირჩიოს ჭკვიანური ბრძოლები, გამოიყენოს თავისი ძალა, გამოცდილება და სისწრაფე, ასე მისი ლეგენდა გაიზრდება. გულშემატკივრები დაინტერესდებიან და UFC კიდევ მრავალი წელი მოგცემს მას დიდ სცენას. ასე რომ ძმებო, ბოლო გზავნილი ასეთია. ალექს პერეირა არ უნდა გამოეთიშოს UFC-ს, თუნდაც კალავთან წაგების შემთხვევაში. მისი განცხადებები და დამოკიდებულება გვიჩვენებს, რომ წაგება რეალური საფრთხეა, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჭკვიანურად მოქმედების შემთხვევაში პერეირას კარიერა კვლავ გაფართოვდება და მისი ლეგენდა გაიზრდება. თუ პერეირა გადავა მძიმე წონებში, მას შეუძლია აერჩიოს მეტოქეები, რომლებსაც ტექნიკა და სწრაფი მოძრაობა ხელს უწყობს, მაგრამ რომელთა წინააღმდეგაც ის ფიზიკურად ძლიერი იქნება. ეს მას საშუალებას მისცემს მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი დარტყმების ძალა და ნოკაუტის შანსები გაიზარდოს. ბლეიცი, პავლოვიჩი და ვოლკოვი მისთვის ყველაზე ხელსაყრელი მეტოქეები იქნებიან, ხოლო სირილ გაგანთან ბრძოლა უფრო მეტად სარისკო, 50-50 შანსების ბრძოლაა. პერეირას დიდი წონა, ძლიერი სხეული და გამოცდილება ადვილად უზრუნველყოფს მას გამარჯვების რეალურ შანსს მძიმე წონებში. ერთ გამარჯვებას ტოპ 5-ში, შემდეგ ასპინალთან ბრძოლა, ეს შესანიშნავი გზაა მისი ლეგენდის გასაძლიერებლად და ტრიპლ ჩემპიონობის ისტორიის შექმნისთვის. შენიშვნა: ასპინალი გამონაკლისია. მიუხედავად იმისა, რომ სწრაფია, ძლიერი დარტყმებით და სხეულის მძლავრობით, პერეირას წინააღმდეგ ადვილი ბრძოლა არ იქნება, თუმცა პერეირას სისწრაფე, ტექნიკა და გამოცდილება მას საშუალებას აძლევს რეალური შანსი ჰქონდეს. ეს ბრძოლა იქნება როგორც სპორტული, ასევე შოუს თვალსაზრისით სენსაცია. ძმებო, ყველაფერი ნაჩვენებია ერთნაირად. პერეირა უნდა დარჩეს აქტიურ, შეარჩიოს ჭკვიანური ბრძოლები, გამოიყენოს თავისი უნარები და გამოცდილება, რომ მეტი გამარჯვება მოიპოვოს. მისი ლეგენდა გაიზრდება, გულშემატკივრები დაინტერესდებიან, UFC კიდევ მრავალი წელი მისცემს მას დიდ სცენას, სადაც ის შეუძლია დაამტკიცოს, რომ არის პირველი ტრიპლ ჩემპიონი ისტორიის განმავლობაში. სადოლო აზრი: პერეირას მომავალი მძიმე წონებშია, სადაც იგი მაქსიმალურად გამოიყენებს თავის შესაძლებლობებს. გამარჯვება ბლეიცი, პავლოვიჩი ან ვოლკოვის წინააღმდეგ და შემდეგ ასპინალთან ბრძოლის შესაძლებლობა მისცემს მას ახალ სივრცეს კარიერისთვის. პერეირა უნდა დარჩეს, იბრძოლოს ჭკვიანურად და დაამტკიცოს, რომ UFC-ში მისი ლეგენდა არ დასრულებულა. მოკლედ ძმებო, პერეირა არის მებრძოლი, რომელსაც აქვს მომავალი. აქვს შესაძლებლობა ახალი ისტორია შექმნას და მთავარი, ჭკვიანურად მოქმედება, სწორი მეტოქეების არჩევა და მაქსიმალური ძალის გამოყენება მისთვის არსებითია. ასე იქნება არა მხოლოდ სპორტული მიღწევები,
არამედ შოუს თვალსაზრისით საინტერესო ისტორია გულშემატკივრებისთვის. ძმებო, მომავალი მისი ხელშია. სწორად ილაპარაკოს, ჭკვიანურად იბრძოლოს და საკუთარი ლეგენდა გააგრძელოს. იმედია, რომ პერეირა არ წავა UFC-ს დატოვების გზაზე, თუნდაც კალავთან წაგების შემდეგ. ეს გადაწყვეტილება განსაზღვრავს არა მხოლოდ მის კარიერას, არამედ მთელი UFC-ს ისტორიას.